გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ მოტოციკლეტის აალების სანთლების შესახებ. რომელი ქარხანამ წარმოებლები ამზადებენ, რა ტიპის აალების სანთლები არსებობს და როდის უნდა შევცვალოთ მოტოციკლეტის აალების სანთლები. მას ასე ზოგადად აალების სანთლებს ამზადებს ორი ქარხანამ წარმოებელი. ეს არის NGK და Denso. არა მარტო იაპონურ მოტოციკლეტებზე, არამედ ევროპულზეც, ხო, იქ Ducati, Triumph და ასე შემდეგ. რამდენი აალების სანთლის ტიპი არსებობს? არსებობს ორი ტიპი. ეს არის ირიდიუმის აალების სანთელი და სტანდარტული. ირიდიუმის აალების სანთელი გამოირჩევა უფრო მეტი რესურსით და შესაბამისად უფრო ძვირის ღირს. ირიდიუმის აალების სანთელი არ მიდის ყველა მოტოციკლეტზე. ზოგზე მიდის სტანდარტული, ზოგზე ირიდიუმი. თუ მოტოციკლეტზე მიდის სტანდარტული და ჩვენ დავაყენებთ ირიდიუმს, პირიქით წავაგებთ წარმადობაში. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ აალების სანთელი ჩვენი ბაიკისთვის. ამისთვის უნდა ჩავხედოთ მხოლოდ და მხოლოდ owner manual, სადაც ჩამოთვლილია მოტოციკლეტის ყველა დეტალი თავისი კოდებით. და სწორედ ამის მიხედვით ვეძებთ შესაბამის აალების სანთელს. ან იქნება Denso-ს ფირმის, ან NGK-ს. თუ წერია NGK, არ შეიძლება დავაყენოთ Denso. მუშაობით მეგობრებო იმუშავებს, მაგრამ რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის ქარხანამ წარმოებლის რეკომენდაციები. იმიტომ რომ ეს მოტოციკლეტი შექმნა ამ კომპანიამ. მან ჩაუტარა ტესტირება ყველა დეტალს და უფრო კარგად იცის რომელი აალების სანთელი მიდის მის მიერ შექმნილ ბაიკზე. ამიტომ თუ ჩვენს მოტოციკლეს ქარხნული რეკომენდაციით უნდა გქონდეს სტანდარტული აალების სანთელი, არ შეიძლება რომ დავაყენოთ ირიდიუმის სანთელი და პირიქით. ეს ყველაზე მთავარია. როდის შევცვალოთ აალების სანთელი? აქ მეგობრებო გააჩნია მოტოციკლეტს, გააჩნია მოდელს, თაობას, წელს და ასე შემდეგ. ამიტომ ვიტყვი პლუს მინუს უნივერსალურად, ხო? ჩვენს პირობებში საქართველოში მაქსიმუმ 2 სეზონი. 2 სეზონი და უკვე შევცვალოთ აალების სანთელი. რა შეიძლება მოხდეს თუ არ შევცვლით აალების სანთლებს? ბევრი რამ მეგობრებო და ეს ბევრი რამ იქნება არც თუ ისე კარგი. შეიძლება ელემენტარულად სადმე გზაში დავრჩეთ, დროულად არ შეცვლილი აალების სანთლის გამო, ასევე შეიძლება აალების სისტემა, ეს ელექტროსისტემაც გაფუჭდეს და ამას მოყვეს მთელი რიგი პრობლემები, ხო, რომლებიც გადაიზრდება მე უფრო სერიოზულ პრობლემაში. ძრავს შეიძლება რაღაც შეემთხვეს და ასე შემდეგ. ამიტომ ყოველთვის ვიცავთ ქარხანამ წარმოებლის რეკომენდაციებს და თუ მაგალითად ქარხანამ წარმოებელი გვეუბნება, მაგალითად რა ვიღოთ Suzuki GSX-R 750 უწერია 12000 კილომეტრი, ხო? გამოცვლა აალების სანთლების. ჩვენ შევცვალოთ, რა ვიცი, 10000-ში, 9000-ში, უფრო მალე. რომ უფრო გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე ძრავს. როგორ გავიგოთ, რომ აალების სანთელი ორიგინალია? ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა არ დავიწყებ, ვიცი რამოდენიმე ხრიკი, ამას აგიხსნით შემდეგ ვიდეოებში. გეტყვით უბრალოდ, რომ აუცილებლად იყიდეთ აალების სანთლები შემოწმებულ რეპუტაციის მქონე მაღაზიებში. სადაც იყიდეთ თქვენ, დარწმუნდით რომ ეს არის ორიგინალი, შეიძინეთ მხოლოდ იქ მეგობრებო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.